მოგესალმებით. დღევანდელ ვიდეოში წარმოგიდგენთ თემას, რომელმაც ბევრის ინტერესი გამოიწვია. ელექტრონული სიგარეტი ჯანმრთელობის სადარაჯოზე თუ მის წინააღმდეგ. მოდით შევაჯამოთ რამდენიმე ფაქტი. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ არ ვეწევით ელექტრონული სიგარეტის ანტირეკლამას. რა არის ელექტრონული სიგარეტი? ეს მოწყობილობაა, რომელშიც ამაორთქლებელი ელემენტი ატომაიზერია მოთავსებული. ის სიცხით გაჟღენთილ ბამბის პირას ახურებს, რის შედეგადაც ორთქლი გამოიყოფა. ეს გამოგონება სათავეს 2006 წლიდან იღებს ამერიკაში და მას შემდეგ უამრავი მომხმარებელი შეიძინა. ამერიკასა და ევროპისგან განსხვავებით, საქართველოში ეს მოწყობილობა ნაკლებადაა გავრცელებული, თუმცა არც აქ აკლია მას მომხმარებელი. ბევრის თქმით, ეს უნიკალური გამოგონებაა თამბაქოს დამოკიდებულების შესამცირებლად. ისინი ამბობენ, რომ ელექტრონული სიგარეტი თამბაქოსთან შედარებით ნაკლებად მომწამლელ კვამს გამოყოფს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც საპირისპიროს გვიმტკიცებენ. 2009 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად მის სითხეში ანტიფრიზი აღმოაჩინეს, რომელიც სიმსივნეს იწვევს. 2014 წელს კი ფორმალდეჰიდი, იგივე ჭიანჭველმჟავას ალდეჰიდი, რომელსაც პოტენციურად სიმსივნის გამოწვევა შეუძლია. თუმცა არ არსებობს კანონი ან დებულება, რომელიც მის მოხმარებას ოფიციალურად აგვიკრძალავს. და მაინც, არის რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს, სანამ ელექტრონული სიგარეტის გამოყენებას დაიწყებს. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული სიგარეტის კვამლი ნაკლებად საზიანოა, არ არსებობს კვლევა, რომელიც სტატისტიკურ მასალას მოგაწვდის იმ ადამიანებზე, რომელმაც ელექტრონული სიგარეტით რეალურად შეძლეს თამბაქოსთვის თავი დაენებებინათ. მეცნიერები ამბობენ იმასაც, რომ მათვისაც ჯერ კიდევ არ დაუწყიათ ელექტრონული სიგარეტის გამოყენება, თავი უნდა შეიკავონ. რადგან ნიკოტინს, რომელიც ეს მოწყობილობა შეიცავს, დიაბეტისა და სისხლის მაღალი წნევის რისკის გაზრდა შეუძლია, ასევე ქრონიკური ხოლის და უხაერობის შეგრძნების. ცნობილია ისიც, რომ რაც მეტია ელექტრონული სიგარეტის ვოლტაჟი, მით მეტია მასში ჭიანჭველმჟავას ალდეჰიდის შემცველობა. ასევე გეტყვით, რომ ელექტრონულ სიგარეტში შემავალი ნივთიერებები ტვინის განვითარებას უშლიან ხელს და შესაძლოა წამლებზე დამოკიდებულებაც კი გამოიწვიონ. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდებს ეხებათ. მოკლედ მეგობრებო, ჩვენ ფაქტები შევაჯერეთ, არჩევანი კი თქვენზეა.